სალამი მეგობრებო, პირველ რიგში გილოცავთ, იმიტომ რომ ჩვენი კურსის ბოლო კვირა და აწი ფრეიმვორკებზე უნდა გადახვიდეთ, როგორიც Angular-ი ან React-ი. კურსის განმავლობაში კი ჩვენ განვიხილეთ თუ რა არის HTML-ი და CSS-ი, დავაწყეთ პირველი ვებგვერდი, შემდეგ შევისწავლეთ SASS-ი, CSS-ი და Bootstrap-ი. შემდეგ სტატიკური ვებგვერდები გავაცოცხლეთ DOM-ის გამოყენებით, დავაწყეთ პატარ-პატარა პროექტები და წინა ლექციაზე გავარჩიეთ თუ რა არის Git-ი და GitHub-ი და ვთქვით რომ აწი ყველა პროექტი უნდა ატვირთოთ GitHub-ზე და მასზე გაუზიაროთ თქვენს მენტორს. დღეს კი ვისაუბრებთ TypeScript-ზე, საერთოდ რა არის TypeScript-ი და რატომ გადავწყვიტე მისი დამატება. მაგალითად Angular-ზე თუ გადახვალთ, ნახავთ რომ ის თავიდან ბოლომდე მუშაობს TypeScript-ზე. ასევე შეგვხვდებათ React-ის პროექტებიც, რომლებიც იყენებენ სწორედ TypeScript-ს. მაგრამ რა არის და რით გვეხმარება? რეალურად კი არის ცალკე ენა, მაგრამ 60% არის იგივე, რაც JavaScript-ში შეგვხვდებოდა. ანუ რეალურად არის JavaScript-ი სტეროიდებზე. დაამატეს რაღაცა ფუნქციონალი, კონკრეტულად კი ტიპები და მასზე მიიღეს TypeScript-ი. ანუ ეს არის ხელსაწყო, რომელიც ჩვენ გვეხმარება კოდის წერაში. და ვნახოთ ახლა როგორ გვეხმარება. ზოგადად გვაქვს ორი ტიპის პროგრამირების ენა. Dynamically typed და statically typed. რას ნიშნავს ეგ? აი JavaScript-ი, Python და PHP სამივე არის dynamically. აი რომ შევქნა ახლა რაღაცა ცვლადი. გადავიდეთ აქეთ, მოდი, გაფართოებოთ ჯერ JS-ით შევქნათ და გავადიდოთ კოდი. მე თუ შევქნი X ცვლადს, შემიძლია ამას მივანიჭო რაღაცა რიცხვითი მნიშვნელობა დავუშვათ. იყოს სამიანი. მერე დავწერო რომ ეს უდრის strings. კი ბატონო, არანაირი პრობლემა არ მექნება. შემდეგ საერთოდ massives და ასე შემდეგ. ესაა ამისი დინამიურობა, რომ ტიპს კონკრეტულად არ ვუწერ, რაც მარტივია, მოსახერხებელია, მაგრამ კოდის ზრდასთან ერთად პირიქით ხელს შეგვიშვეს. რაღაცა შეცდომები გამოგვეპარება ამის გამო. ხოლო statically typed ენებში, როგორიცაა C, C# და ასე შემდეგ და მათ შორის TypeScript-ი. ამ ენებში ასე უბრალოდ ცვლადს ვერ შევქმნით. აუცილებლად უნდა მივანიჭოთ ტიპი. აი ეს არის რიცხვი, აქ უნდა დაუწეროთ ეს X ცვლადი, აუცილებლად უნდა შეიცავდეს მხოლოდ რიცხვით ნიშნულებს და ასეთ რაღაცას უკვე ვეღარ დავწერ. შეიძლება მოგეჩვენეთ რომ ამის გამო უფრო მეტი კოდის წერა გვიწევს, მაგრამ ჯამში ვიღებთ სწორ სტრუქტურას და შეცდომებს არა კოდის გაშვებისას, არამედ თვითონ ამ VS Code-ში ვნახავთ. ნელ-ნელა ყველაფერში გაერკვევით. აი დავუშვათ გვაქვს ესეთი შემთხვევები და ნახეთ. X-ი არის ნამბერი, თუმცა JavaScript-ი მაინც მოუწევს მაგის საშუალებას, რომ ამაზე გამოვიყენოთ two uppercase მეთოდი. VS Code-ში შეცდომას ვერ ვნახავ, მხოლოდ კოდის გაშვებისას. ანალოგიურად აქ იგივე კი მიწერია two uppercase-ი, მაგრამ შეცდომით. ანუ ყველა უკვე double register-ში მიწერია, რაც არ არსებობს, ეგეთი მეთოდი არ გვაქვს, ხო? მაგრამ რეალურად JavaScript-ი ამასაც გაატარებს და შეცდომას ისევ და ისევ გაშვებისას ვნახავ. ანალოგიურად თუ მინდა X მიმართო როგორც ობიექტს და გამოვიძახო X-ის name-ი, რაც არ არსებობს, ხო? მაგასაც გაატარებს და ბოლოს ყველაზე სისულელე X-ი ცვლადია, მაგრამ გამოვიძახე როგორც ფუნქცია. მაგაზეც არანაირი პრობლემა არ მექნება. რეალურად მსგავსი რაღაცები ჩემს კოდში არ უნდა გამეპაროს, ხო? ანუ ნახოთ უფრო რეალური შემთხვევა. აი მაგ შეკრების ფუნქცია, რაღაცა 3, იღებს A-სა და B-ს. კი ბატონო, გადავეცი მნიშვნელობები, შეკრება და დააბრუნა რაღაცა პასუხი. მაგრამ დაუშვათ შემთხვევით გადავეცი ამას არა ნამბერი, არამედ string-ი. JavaScript-ი რას იზავს? კონკატენაცია შეასრულებს და შეკრებას, კი არ შეკრებას, შეატყუბებს ამ ორ ცვლადს. ანუ დაწერს 67. JavaScript-ისთვის ეგ ყველაფერი სწორია, მაგრამ რეალურად კოდი არასწორად მუშაობს. ან თუნდაც ამას რო შევხედოთ, ფუნქცია ელოდება ორ არგუმენტს, მაგრამ ჩვენ არაფერი არ გადავეცით. ისევ არანაირი პრობლემა არა, მაგას ვნახავთ მხოლოდ კოდის გაშვებისას. სხვა კიდევ მსგავს პრობლემებსაც წავაწყდებით და სწორედ ამიტომ
და ახალი ფუნქციონალის დასამატებლად შეიქმნა TypeScript-ი, რათა აღმოუხვრათ ეს პრობლემები. ისევ და ისევ თავიდან ნულიდან არაფრის სწავლა არ მოგიწევთ, იმიტომ რომ იგივე JavaScript-ია, ოღონდ ამატებს რაღაცა ფუნქციონალს. მოდით დავიწყოთ ერთ სიტყვით. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ TypeScript-ი? ნუ სიმარტივისთვის და სასწავლებლად შეგიძლიათ გადახვიდეთ ოფიციალურ ვებგვერდზე, უბრალოდ ჩაწერთ TypeScript online playground-ი და გადაგიყვანთ აქეთ. შეგიძლიათ აქ ივარჯიშოთ, მაგრამ ჩვენ გვინდა ჩვენს მოწყობილობაზე დავაყენოთ, ხო? ამიტომ უნდა ჩავწეროთ ეგ ბრძანება. სანამ ამას ჩავწერ, იმასაც ვიტყვი, რომ ფრეიმვორკებზე რომ გადახვალთ, აი თუნდაც Angular-ზე, Angular-ის პროექტს რო შექმნით, მაშინვე თვითონ დაამატებს TypeScript-ს და თქვენი არაფრის დაყენება არ მოგიწევთ. ანალოგიურად React-ზეც. მაგრამ რადგან ახლა ფრეიმვორკებთან არ მუშაობთ, ხო? ჩვენი დავაყენოთ TypeScript-ი ჩვენს მოწყობილობაზე. ნუ გავხსნათ ტერმინალი ან CMD, ოღონდ თუ Windows-ზე ხართ, აუცილებლად ადმინისტრატორით დაჭერთ run as administrator, რათა შეძლოთ ამისი დაყენება. და პირველ რიგში შევამოწოთ Node.js-ი დაყენებული გვაქვს თუ არა, Node.b და თუ რამე ვერსიას დააბრუნებს, კი ბატონო, გაქვთ Node-ი, წესით ამ კურსის განმავლობაში უკვე დააყენებდით, მაგრამ მაინც. და მერე უნდა ჩაწეროთ npm install ან მის შემოკლებული ვერსია და მხოლოდ i -g, რაც ნიშნავს გლობალურად მთლიან მოწყობილობაზე და არა კონკრეტულ ფოლდერში და შემდეგ TypeScript. ნუ თუ Mac-ზე ხართ, წინ აუცილებლად sudo-ს მიწერა მოგიწევთ და მერე თქვენი პაროლის. Windows-ზე უბრალოდ Enter-ს დააწვევოდით და всё. ცოტა ხანი დაელოდეთ, დაყენდება და რომ შევამოწოთ, დავწუნდეთ რომ მართლა დაყენებულია ყველაფერი, აწი უნდა გამოვიყენოთ ბრძანება TSC. რას ნიშნავს? TypeScript, ან როგორც JavaScript-ი რო იყო შემოკლებული JS-ით, ხო? აქ დავწერთ TypeScript compilers -v და თუ რამე ვერსიას ამოაგდებს, კი ბატონო, დავაყენეთ. ახლა რას ნიშნავს კომპაილერი? გახსოვთ ალბათ SAS-ზე და CSS-ზეც ჰქონდა კომპაილერი, რატომ? იმიტომ რომ ბრაუზერი კითხულობს მხოლოდ HTML, CSS და JavaScript-ს. ანუ ჩვენ რო ისე TypeScript-ის კოდი დავწეროთ, ბრაუზერი მაგას ვერ ნახავს. ამიტომ გჭირდება რაღაცა კომპაილერი, რომელიც საბოლოოდ მაგ კოდს JavaScript-ად გარდაქმნის და მაგას უკვე მივცემთ ბრაუზერს. დავიწყოთ ახლა მუშაობა და პირველ რიგში წავშალოთ JavaScript-ის ფაილი და შევქმნათ უკვე TypeScript-ის, ხო? ანუ TS გაფართოებით. და შიგნით ჩავწვევთ ჩვეულებრივი JavaScript-ი. console.log hello world. ახლა როგორ გარდავქმნათ ის JavaScript-ად? გავხსნათ ტერმინალი, დავრწმუნდეთ, რომ სწორად გიდევთ გავართ ზუსტად იმ სადაც ეს ფაილია და ჩავწეროთ tsc main.ts. ანუ რას ვეუბნებით ამით, რომ გარდაქმნას main TypeScript-ის ფაილი JavaScript-ად enter-ი, ცოტა ხანი დაველოდები და ვნახავ, რომ ზუსტად იგივე სახელით შემიქნის უკვე JavaScript-ის ფაილს. ნუ აქ არაფერი ისეთი ჯერ არ დამიწერია, მაგიტომაც ერთი და იგივე კოდს ვხედავ და დანარჩენი ნახეთ როგორი პრინციპია, წერთ TypeScript-ში, უშვებთ JavaScript-ის კოდს. როგორც SCSS-ზე და SAS-ზე გქონდა, რომ ჩვენით ცვლილებები შემოგქონდა მხოლოდ SCSS-ის ფაილში, მაგრამ ბრაუზერს ვაწვდიდით CSS. ამიტომ თუ მომიდება ამისი შედეგის ნახვა, დავწერ node main.js. ანუ TypeScript-ი მხოლოდ ჩვენთვისაა, მაგრამ ბრაუზერისთვის JavaScript-ი. და კი ბატონო, იგივეს ვნახავ. ახლა როგორ მივუთითოთ ტიპები? ძალიან მარტივი ფორმულაა. ქმნით ცვლადს, არ აქვს მნიშვნელობა let-ით თუ const-ით, წერთ ცვლადის სახელს და ბოლოში ორი წერტილით უთითებთ ტიპს. აი აქ მოცემული ყველა ტიპი, ნელ-ნელა გავყვებით ამ ყველაფერს, დავიწყოთ პრიმიტიული ტიპებიდან და შევქმნათ ასე let name, რომელიც არის რიცხვი, ანუ ნამბერი და უდრის 100. სხვა ენებში რიცხვებისთვის გვაქვს int-ი, float-ი და double-ი. ანუ int-ში ვწერთ მთელ რიცხვებს, როგორიცაა 1000, 1200, მინუს მილიონი და ასე და ასე შემდეგ, მაგრამ 10 წილადებისთვის ვიყენებთ float-ებსა და double-ებს.
JavaScript-ში ასე ცალ-ცალკე გამოყოფილი არ არის ეგ ყველაფერი, ამიტომაც გვაქვს number-ი, შეგვიძლია მთელიც ჩავწეროთ და 10 წილადიც და ასე შემდეგ. თუ მუშაობთ დიდ რიცხვებთან, ну ეგ JavaScript-შიც დაამატეს, მაგრამ პირველად TypeScript-ში იყო, რომ შეგვიძლია ასე ქვედა ტირეებით გამოვყოთ მნიშვნელობები, რათა მარტივი წასაკითხი იყოს, ანუ რეალურად ბრაუზერში ასე არ გამოჩნდება, მაგრამ ჩვენთვის უკეთესი წასაკითხი რო იყოს, შეგვიძლია ასე დავწეროთ. ახლა როგორ გარდაგვქნათ ეს JavaScript-ად? ისევ TypeScript compiler main.ts და ვნახოთ. უყურეთ, var nami და მოაშორა ეს ტიპი. var-ი რატომ ჩანს ამ ყველაფერსაც ახლა გავუყვები. შეიძლება ეს ერორი იხილოთ ახლა რეალურად აქ არაფერი შეცდომით არ გვიწერია, რატომ გვაქვს ეგ ერორი იცით? იმიტომ რომ JavaScript-ისა და TypeScript-ის ფაილი ერთდროულად გვაქვს გახსნილი. ცოტა უცნაური შეცდომაა, ამიტომ გათიშეთ ერთ-ერთი ერორიც გაქრება. გასაგებია, ხო? მაგრამ ახლა რატომ ჩანს var-ი? JavaScript-ს აქვს თავისი წერის სტანდარტი, რომელსაც ქვია ECMAScript-ი. და ეს სტანდარტი ყოველ წელს იცვლება. Default-ად compiler-ს აქვს მითითებული ძალიან ძველი სტანდარტი 2016 წლის. მაგიტომაც ვხედავთ var-ს. გვახსოვს ხო, რომ var-ს ახლა აღარ ვიყენებთ, ძველი მეთოდია ხო, ცვლადის შექმნის. და ამიტომაც აქ წერს var-ს. ახლა როგორ შევცვალოთ ეგ სტანდარტი? ჯერ უნდა შემოვიტანოთ თვითონ TypeScript-ის კონფიგურატორი. ამიტომ ნახეთ რა უნდა ჩაწეროთ TypeScript compiler 2-init. ცოტა ხანი დაელოდეთ, დაამატებს tsconfig files და აქ არის მოცემული ყველა მისი კონფიგურაცია. ძალიან ბევრია, არ გვჭირდება ჩვენ ესენი. framework-ზე რო გადახვალთ, framework-ი თვითონ დაამატებს ამ ფაილსაც, თავის ცვლილებებსაც შეიტანს და ასე. შემდეგ ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს, გვინდა target-ი. აი ეს არის ის სტანდარტი, რომელზეც ვსაუბრობდი. და ნუ რეალურად რომ ვნახოთ, აი ყველა წლის და სხვადასხვა გამოშვების სტანდარტიც გვაქვს მოცემული. ჩვენ გვინდა 2022-ის. ყველაზე სტაბილური და შედარებით ახალი ეს არის. მოდულებშიც იგივე ჩაწერეთ ES 2022 და ასეივეთ, მაგრამ ახლა ისევ რომ გავუშვათ TypeScript compiler main.ts-ით, მაშინ მაგ ცვლილებებს არ ასახავს. ისევ ჩვეულებრივად ძველი სინტაქსით გარდაქმნის ამას. ამიტომ დაწერეთ უბრალოდ TypeScript compiler. შექმნის კი დამატებით ფაილებსაც შექმნის, მაგრამ main.js-ზე ახლა რომ გადავიდეთ, ნახავთ რომ უკვე let-ითაა ეგ შექმნილი და რაც არის, ყველაფერს გადმოიტანს. თან სხვა ფაილებიც თუ მექნება TypeScript-ის, მაგასაც გარდაქმნის. ერთი სიტყვით ამ ფაილებს არ მიაქციოთ ყურადღება, აწი უბრალოდ დაწერეთ tsc და მაგასაც გარდაქმნის. თუმცა, აი დაუშვათ თქვენ ხშირად შეგაქვთ რაღაცა ცვლილებები კოდში, ხო? ყოველ ცვლილებაზე ამ ბრძანებას თავიდან ხომ არ ჩაწერთ. ამიტომ ერთხელ დასაწყისში ერთხელ უბრალოდ დაწერთ TypeScript compiler -w. რაც ნიშნავს watch ყურებას. ახლა ინტერესად დავაწვევი, აწი ყველა ცვლილებაზე თვითონ გაუშვებს მაგ ბრძანებას და მივიღებ ახალ JavaScript-ის ფაილსაც. ნუ აქ რო დავწერო ხა nami უდრის 20 და დავასეივო. აი 20 აქაც იმ წამსე აისახე ეგ ცვლილება. კარგით, ეგენი გავთიშოთ, აღარ გვჭირდება. თქვით რომ გვაქვს nami, მაგრამ ასევე შეგვიძლია ტექსტების მინიჭებაც, ხო? let text და მისი ტიპი რა იქნება? ტექსტებისთვის რას ვიყენებთ? strings. და აქ გინდათ ორმაგი ან ერთმაგი ან ასეთი ბრჭყალები გამოიყენეთ, თქვენზეა დამოკიდებული. მთავარია რომ string-ის მიწერა შემიძლია. ნუ იყოს hello. აჰა უყურეთ, მე რო დავდგე nams მივანიჭო რაღაცა string-ი, აქვე ვნახავ ამ შეცდომას და აღარ დამჭირდება კოდის გაშვება, რაღაცა შემოწმება დებაგერი და ასე შემდეგ. ხვდებით ხო რითაა კარგი? ჩვენი ანუ დეველოპერების ხელსაწყო რომ მაშინვე აღმოვფრათ ასეთი მარტივი შეცდომები. ნუ number-ისა და string-ის გარდა ასევე გვაქვს boolean-ი. მაგალითად let is dark თემა, ეს არის boolean-ი და ნუ ეს იქნება ან true ან false-ი. დავგვირდით ერთ რაღაცას, რომ აქ ყველა ტიპს ვუთითებ პატარა ასოთი. ანუ ასე არ დაწეროთ. ეს სხვა რაღაცას ნიშნავს. შემდეგ რა გვაქვს? გვაქვს undefined და null. ნუ რაღაცა let
x-ი არის undefined და უდრის კი ბატონო undefined let y-ი არის null-ი და უდრის null-ს შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა რატომ გჭირდება ეგ ყველაფერი, მაგრამ მე მივალთ ამ ყველაფრამდე, თავარია რომ ვიცოდეთ რომ შეგვიძლია ეგეთი რაღაცის გაკეთება და გვაქვს big-int-ი და სიმბოლო, აი სიმბოლოს ძალიან იშვიათად ვიყენებთ, საერთოდ მე პირადად არ შემხვედრი, ამიტომ უბრალოდ ვიცოდეთ რომ აქ ეგეთი რაღაცა, მაგრამ გარჩევა არ გჭირდება და big-int-ი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ number-ში აღარ შეგვიძლია აი ძალიან დიდი რაღაცა რიცხვის ჩაწერა. Number-ს აქვს რაღაცა ლიმიტი და თუ ჩვენ გვინდა გავცდეთ მაგ ლიმიტს, კი ბატონო big-int-ი შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ რეალურად აი მაგასაც ძალიან იშვიათად ვიყენებთ. უბრალოდ რომ ვიცოდეთ რომ გვაქვს big-int-იც და სიმბოლოც. ერთი რაღაცა, აქ რო უკვე nums ავირჩევ და წერტილს დავაწვევ, მიგდებს მხოლოდ რიცხვების მეთოდებს. ისევ აი ტექსტზეც რომ არასწორი მეთოდიც რომ მივუთითო, აი დავუშვათ აი აქ რომ შემეშალოს რამე, ხო? აქვე ამოაგდეს ამ შეცდომას და მეტყვის რომ ეგეთი მეთოდი არ არსებობს. ხვდებით ხო? ანუ ის პრობლემებიც უკვე მოვაგვარეთ, რაც იმ წინა სკრინებში გვქონდა. რეალურად ეს ტიპები JavaScript-შიც ქონდა. უბრალოდ ასე არ ვიყენებდით, მაგრამ როგორც ასეთი, იქაც ქონდა და TypeScript-მა თავისით დაამატა აი ეს 4 ახალი ტიპი. ნუ დავიწყოთ n-დან. დავუშვათ მე მინდა შევქმნა ისეთი ცვლადი, რომელსაც მივანიჭებ ყველანაირ მნიშვნელობას. აი მაგათად let x(x)-ი მისი ტიპი იქნება n-ი, ანუ ყველაფერი, ხო? ახლა ამაზე შემიძლია დავდგე და დავწერო რომ ეს უდრის 2-ს, მერე x(x)-ი უდრის hello-ს, ან ფუნქციის სახით გამოვიძახო და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, ნუ x(x)-ი, აი, ხო. როგორც ხედავთ, თვითონ TypeScript-ს ეწინააღმდეგება, ანუ ვიტყვით რომ რა აზრი აქვს მაშინ TypeScript-ის გამოყენებას, თუ n-ი ყველაფრის უფლებას გვაძლევს. რეალურად დოკუმენტაციაშიც ასე წერია და მეც გეუბნებით, რომ მაქსიმალურად იშვიათად გამოიყენეთ n-ი. საერთოდ არ გამოიყენოთ, თუ იქნება ესეთი შესაძლებლობა, იმიტომ რომ მართლაც აზრი ეკარგება TypeScript-ს. მაგრამ რაღაცისთვის ხო შეიქმნა ეგ. ყველაზე კარგი ამისი გამოყენება იქნება, თუ გამოვიყენებთ API-ებთან. აი დავუშვათ მე პირველად მაგ შეხება ამ ახალ API-სთან, რაღაცა რანდომული მონაცემები აქვს. წამოვიღე მონაცემები და წინასწარ არ ვიცი რას წამოვიღებ. ვერ შევქმნი რაღაცა ასეთ ტიპს, ხო? მაგიტომაც შემიძლია ის data იმ data-ს მივანიჭო n ტიპი, ვნახო რა მონაცემებია, ასე და მე ამ მონაცემების მიხედვით შევქმნა ჩემი ტიპი. მაგრამ სხვა შემთხვევაში აი მაქსიმალურად მოერიდეთ n-ის გამოყენებას. n-ის აქვს უფრო კარგი ვარიანტი, რომელიც არის, მოდი ესე დავწეროთ let y-ი, unknown-ი, ანუ უცნობი. რეალურად მუშაობს როგორც n-ი, ანუ მასაც შემიძლია დავდგე და მივცე string-იც, ფუნქციაც, ობიექტის მასივიც, მაგრამ განსხვავება არის მაგათ გამოძახებაში. ანუ მე შემიძლია თავისუფლად დავდგე და აი ეს წავშალოთ ერთწამით x-ზე, x-ზე დავწერო თუ uppercase მეთოდი. და კი ბატონო, არანაირად არ შეამოწმებს ამას, რეალურად ეს ხო რიცხვია და კოდის გაშვებისას შეცდომას მივიღებ, მაგრამ unknown-ზე სანამ რაიმე ოპერაციას გამოვიყენებ, ჯერ ზუსტად უნდა დავწუნდე იმაში, რომ სწორ ცვლადის ტიპთან მუშაობ თუ არა. ანუ თუ ეს, ანუ type of y არის string-ი, მხოლოდ მაგ შემთხვევაში მომცემს ამ მეთოდის გამოყენებას. ისე კი ბატონო, ანუ ისევ და ისევ y-ს შემიძლია ნებისმიერი მნიშვნელობა მივანიჭო, თუნდაც აი ეს y push-ი რომ მივცე, ხო? ისევ უნდა დავწუნდე იმაში, არის თუ არა ეს მასივი. ნუ სხვა შემთხვევაში შეცდომას ამოაგდებს. ამიტომ თუ გინდათ შევქმნათ ისეთი ცვლადი, რომელსაც ყველაფერს მიანიჭებთ, საუკეთესო ვარიანტი არის unknown-ი, იმიტომ რომ შეცდომას ვერ დაუშვებთ. აი რაც მიწერია if-ში, ამას ქვია type narrowing-ი. რეალურად რა არის? ნახეთ, ამდენი უამრავი ტიპიდან დავიყვანე ერთ კონკრეტულ ტიპამდე. მაგიტომაც ქვია type narrowing-ი. ეგ კიდევ სხვაგანაც შეგვხვდება, უბრალოდ რომ დაიმახსოვროთ. ესეთი პრინციპი. ნუ, განვიხილეთ ესენიც, voids და nevers მერე შევხედავთ.
მოვჩით პრიმიტიულ ტიპებს და სანამ გადავალთ კომპლექსურ ტიპებზე, მინდა ავხსნა იუნიონებიც და ლიტერალები. რა არის ეგ? აი დაუშვათ, ისევ დაუშვათ, უკვე მინდა შექმნა ისეთი ცვლადი, რომელიც იქნება ან ნამბერი, ან სტრინგი. ნუ ერთი ვარიანტი ვთქვით any ან unknown-ი, მაგრამ აქ შემიძლია ბულინიც ჩაუწერო, ნამბერიც, ობიექტიც, მასივი უბრალოდ ნამბერის მაგერად და ასე შემდეგ. როგორ დავიზღვიო თავი? ვერ დავიზღვებ თუ გამოვიყენებ any-ს ან unknown-ს. ამიტომ გჭირდება union-ი. ნახეთ? let age or name-ი რო იყოს, ტიპად შემიძლია მივუთითო რომ იყოს ან ნამბერი, ან სტრინგი. კი ბატონო, აქ მივცემ დავუშვათ 40, ან რაღაცა strings, დაბლაც რომ მომიდეს, ისევ და ისევ შევცვლი ამას ასე რიცხვზე, მაგრამ მასივს ვერ მივანიჭებ, ვერც false ვერ დავწერ. ხვდებით, ხო? და ისევ სანამ ამაზე რამე ოპერაციას გამოვიყენებ, უნდა დავrწმუნდე რომ მართლა მუშაობ მაგ ტიპის ცვლადთან თუ არა. ანუ ნამბერი ან სტრინგია, ხო? შემიძლია ამაზე თუ uppercase-ი გამოვიყენო, ხო? მაგრამ ჯერ უნდა დავწერო type of age or name თუ არის string-ი. მაგ შემთხვევაში კი ბატონო, ამას მივცეთ თუ uppercase მეთოდი. თუ არის ნამბერი type of age or name, ხო? age or name უბრალოდ ნამბერი. მაგ შემთხვევაში მივცეთ რა, ნუ მაგათად გავამრავლოთ 2-ზე არ აქვს მნიშვნელობა. ნუ age ასე დავუწეროთ, რომ age or name-ი უდრის თავისთავად გამრავლებული 2-ზე. ხვდებით, ხო? ანუ თუ მუშაობთ ასე დინამიურ ტიპებთან, ყოველთვის დარწმუნდით თუ რა ტიპთან მუშაობთ, რათა შეცდომა არ გამოგეპაროთ. 2 არ არის ლიმიტი, შეგიძლიათ უფრო მეტიც ჩაწეროთ, დაუშვათ ეს იყოს ან ნამბერი, ან სტრინგი, ან ბულინი და ასე შემდეგ, თუმცა მაქსიმუმ, აი ძალიან მაქსიმუმ დაწერეთ 3 ცვლადი. ყველაზე იდეალური იქნება თუ მიუთითებთ 2 ცალს, იმიტომ რომ მე თქვენი კოდი აირება და საერთოდ რა აზრი ექნება ასე ტიპების გაწერას, ბარემ unknown-ი მიუთითეთ. ხვდებით, ხო? ამიტომ ძალიან არ გადატვირთოთ ეს. გვაქვს ასევე literal type-ები, რომელიც ცოტა მერე შეგვხვდება, მაგრამ აქვე გაჩვენებთ, მაგალითად let სტატუსი. სტატუსი შეიძლება იყოს ან success-ი, ან error-ი, ან pending-ი. ნუ კი ბატონო, მე შემიძლია დავწერო ესეთი რაღაცა, რომ ეს არის string-ი და აქ მიუთითებ ასე success. მაგრამ ხო შეიძლება ვიღაცამ სხვა რაღაცა ჩააწეროს. პრობლემა ამაში არ მექნება. რატომ? იმიტომ რომ აქ მიწერია რომ სტატუსი ყველა ვარიანტში string-ი უნდა იყოს. ნახეთ literal type-ებით რა შემიძლია გავაკეთო? რომ არა string-ი იყოს, არამედ კონკრეტულად უდრიდეს success. აი ეს. ანუ სხვას როგორც კი ჩავწერ, იმ წამსვე შეცდომას ამოვაგდებს. მაგრამ ასე უბრალოდ ამის შექმნას რა აზრი აქვს? ბარემ კონსტანტ შექმნით და всё, ესე კონსტანტ, ხო? ამას სხვა use case-ი აქვს. რათა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტატუსი არის ან success-ი, ან pending-ი, ან დაუშვათ error-ი. literal type-ები ამას ქვია, რომ კონკრეტულად რაღაცა მნიშვნელობების მინიჭება თუ შეგვიძლია. და ეს ყველაფერი ისევ გავაკეთეთ union-ით. თან ნახეთ, TypeScript-ი რამდენი ჭკვიანია, თუ დავდგები და დავწერ სტატუსი უდრის strings, მხოლოდ აი ამ 3 ვარიანტს მთავაზობს. აქვე მეუბნება, რომ სხვა რო ჩაწერო, აზრი არ აქვს, შეცდომა ექნება და კი ბატონო, ამას მიუთითებ. ნუ აქ შეგვიძლია რიცხვის გაურიოთ, დაუშვათ ასე, მაგრამ ეგ ცოტა უკვე არ არის. ხშირად მარტო ეს ერთ ტიპებთან მუშაობთ. ხვდებით, ხო? ეს არის union-ი, ანუ შეგვიძლია გავაერთიანოთ ტიპები, ამის მაგალითებს ცოტა ხანში უკეთ ვნახავთ და გვაქვს literal type-ები პირდაპირ თუ რაღაცა მნიშვნელობის მინიჭება გვინდა. ახლა გადავიდეთ უკვე კომპლექსურ ტიპებზე, როგორიცაა მასივები და ობიექტები. ხო, სანამ ისევ ამაზეც გადავალ, კიდე რაღაცას დავამატებ. როდესაც ასე ხელით ვანიჭებთ ტიპებს, ამას ქვია explicit type declaration. რომ ჩვენ ხელით ვეუბნებით TypeScript-ს, რომ ეს არის ნამბერი და კი ბატონო, ნამბერს ვუწერთ. მაგრამ TypeScript-ი საკმაოდ ჭკვიანია და თვითონაც ხვდება თუ რა ტიპთან მუშაობს. ნახეთ, აქ თუ მიუთითებ მე რაიმე საწყის
მნიშვნელობას მაგ მნიშვნელობის მიხედვით მიანიჭებს ტიპსაც. აი ზემოდან რომ გადავატარო, ნახავ რომ ეს არის ნამბერი და აწვი თუ ამაზე მომიდება რამე ოპერაციების გაკეთებას, მხოლოდ ნამბერის ოპერაციებსაც შემთავაზებს. ანალოგიურად string-ზეც და ასე და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ თუ ვქმნით აი ესეთ კომპლექსურ ტიპებს ჩვენით, აი როგორცაა ეს ნამბერი ან string-ი, მოდით წავშალოთ. ნახეთ რა შვება? default ანუ საწყისი მნიშვნელობის მიხედვით თქვა რომ ეს არის string-ი, ამიტომ ამას ნამბერს ვეღარ მივანიჭებ. ანალოგიურად აქაც ესე რომ დავწერო, ამას ეგონება რომ სტატუსი უბრალოდ არის string-ი და ყველაფრის უფლებას მისცემს. ერთი რაღაცა დაიმახსოვრეთ რომ მარტივ ცვლილებთან, აი ესე და ისე თუ რაღაცა ესე let counter-ი უდრის nulls, counter-ის string-ი ხო ვერ გახდება, ხო? მთოლელია ჩვეულებრივი. რიცხვი უნდა იყოს, ხო? აქ შეგიძლიათ არ ჩაწეროთ ტიპი, მაგრამ რთულ ცვლილებთან აუცილებლად უკვე უნდა მიუთითოთ თქვენი ტიპი. ანუ თქვენ რო წერთ ეს არის explicit type declaration-ი, რო არ უთითებთ და იმის იმედზე ხართ რომ TypeScript-ი თვითონ გამოიცნობს ტიპს, ეს არის implicit type declaration-ი. ნახეთ და კიდე რა პრობლემა გვაქვს. მე რო შევქნა let z-ი და მე მივანიჭო რაღაცა z-ი უდრის 3-ს, ხო? ნახეთ, რადგან მე თვითონ არ მივეცი ტიპი და დასაწყისშიც არ ქონდა რაღაცა მნიშვნელობა რომ გაერკვია რა ტიპისა, default-ად მიუთითა n-ი. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ეგეთი რაღაცა რომ ეს არის ნამბერი და მე კი ბატონო ამას ნამბერებს მისცემს. ხვდებით ხო? unions კიდე რა გამოყენება აქვს? აი ხშირად როცა ვქნიდით JavaScript-შიც ცვლადებს, ჩვენ ვეუბნებოდით რომ დაუშვათ ესე z-ი ნალი არის, მაგრამ მე ვანიჭებდით რაღაცა მნიშვნელობას, ხო? ანუ default-ად ასეთ სარიალს არ ვტოვებდით. მე ვაძლევდით რაღაცა მნიშვნელობას და საწყისად უბრალოდ ნალს წერდით. შეგვიძლია დავწეროთ ეგეთი რაღაცა, რომ z-ი default-ად ან z-ის ტიპი იქნება ან ნამბერი, ან ნალი. და ნუ დასაწყისში კი ბატონო ნალია, მე რამეს თუ მივცემ გახდება ეს. ნუ ყველაზე კარგი union-ის use case-იც ეგ არის. ახლა შევქნათ მასივები. const array და დაუშვათ მინდა შევქნა ახლა რიცხვების მასივი და როგორ დავწერო ეს? 2 წერტილი number ჩვეულებრივად აი რიცხვების მასივი მინდა, უბრალოდ ბოლოში უნდა მივწერო კვადრატული ფრჩხილები. ამით ვაგებინებ რომ მინდა ამ ტიპის მასივის შექმნა. ნუ string-ებისთვისაც ხვდებით რომ array 1 იქნება ასე, string და აქაც იქნება a b c და ასე შემდეგ. შეგვიძლია any ტიპის მასივის შექმნას, აი const array 2 აქ არის any და შემიძლია ჩაუწერო როგორც a მე 2 და ასე შემდეგ. თუ წავშლი ამასაც, მოიწოდა გავზარდოთ აქ. ცოტა ცუდად ჩანს. ამასაც თუ წავშლი, ისევ ამ მნიშვნელობების მიხედვით მიხვდება რომ ეს არის რიცხვების მასივი. თუმცა თქვენ თუ შექმნით უბრალოდ ცარიელ მასივს, ესე const array 3, ხო? და არაფერს არ მიანიჭებთ, მაშინ ისე მიუთითებს type n-ის, რაც არ გვინდა რომ მსგავსი რაღაცები გამოგვეპაროს, ამიტომ თავიდან შეეცადეთ ყველაფერს მიუწეროთ ტიპები, რათა კარგად გაირკვიოთ TypeScript-ში. მაგრამ ასევე ჩვენ ვისწავლეთ union ტიპები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეგვინდა ისეთი მასივი შევქმნათ, რომლის ელემენტები იქნებიან ან რიცხვები, ან string-ები და იქნება ეს ყველაფერი მასივი და შიგნით შევძებ რიცხვების და string-ების დამატებას. მოდი აბა ვცადოთ, დავამატოთ a, კი ბატონო, დაემატა b-ც, ახლა დავამატოთ რიცხვი. იქნება შეცდომა. აბა რატომ აი ეგ შეცდომა? ნახეთ, რა წერია, რომ array 3-ის ტიპი რეალურად არის ან რიცხვი, ან string-ების მასივი. ანუ ეს მასივი რიცხვებს არ ეკუთვნის. მსგავსი შეცდომები რო არ გაგვეპაროს, ეს უნდა ჩავსვათ ფრჩხილებში, რომ გვინდა შევქნათ მასივი, რომელიც იქნება ან რიცხვების, ან string-ების. ხვდებით, ხო? ახლა ეს რო საერთოდ წამეშალა, რადგან აქ უკვე ერთი მნიშვნელობა სხვა არის გარეული, ნახეთ, თვითონ შექმნის string და numbers. მაგრამ მე რო ეს წავშალო უკვე, ხო? მარტო string-ების იქნება. დაიჭირეთ ალბათ ამისი ლოგიკა. კარგით.
კიდე რა გვჭირდება აქ მასივებზე, ხო? მასივს აქვს მეორე სინტაქსიც, ანუ შექმნის მეორე სინტაქსი. ესე const array 4 და მისი ტიპი იქნება ნახეთ დიდი 100, აქ დიდი 100 იწერება array და ისრებში ვუთითებთ ტიპს. ამას ქვია generic-ი, generic-ებს შემდეგ ლექციაზე უკეთ შევეხებით. ახლა არ ავხსნი ამას და აქ უბრალოდ მივუთითებთ ტიპს. ნუ დაუშვათ ეს არის რიცხვების ასე მასივი. აქედან რომელი ჯობია თქვენზეა დამოკიდებული სხვაობა მაგათ შორის არანაირი არა. სინტაქსშია მხოლოდ. მან ყველაზე ხშირად რა თქმა უნდა ამას იყენებენ, იმიტომ რომ უფრო მარტივია. აქ რომ მინდოდეს ახლა სტრინგების დამატება, უბრალოდ ასე დავწერ strings. ხვდებით ხო? ანუ სხვაობა მხოლოდ სინტაქსშია. დავასევოთ, აბა შევხედოთ JavaScript-ს და ნახავთ რომ ყველანაირი ტიპი გაქრა. ისე და ისე მხოლოდ ჩვენთვისაა ყველაფერი. გვაქვს მატრიცებიც. მატრიცა, ჩვეულებრივი მატრიცა არის ერთგანზომილებიანი და მატრიცა არის 2D მასივი. ანუ სადაც მასივის თითოეული ელემენტი არა ესე უბრალოდ string-ი ან number-ია, არამედ კიდევ ერთი ელემენტი. ნახეთ? const მატრიცა მასივი, რომლის შიგნითაც ყველა ელემენტი ისე მასივია. ესე რომ დავწეროთ, აი 4 5 6 და აქაც 7 8 9. როგორ მივუთითოთ ახლა ამას ტიპი? number-ი მასივი. აი ძალიან მარტივად რომ გვაქვს მასივი, აი გვაქვს რაღაცა მასივი, აი ეს გარეთა მასივი, რომლის შიგნითაც თითოეული ელემენტი არის რიცხვების მასივი. ნუ თუ მომინდება ასე string-საც დავზერ, ნუ რა თქმა უნდა string-ებზე მომიწევს გადაქცევა. 3D მასივის შექმნა თუ მოგინდებათ, ანუ მასივში მასივი. ძალიან მარტივად აქ კიდე ერთ კვადრატულ ჭხილებს დაუმატებთ. ხვდებით ხო? ამ სინტაქსით რო გვექნა, ხო? const m1 უდრის მასივი, რომლის შიგნითაც არის კიდევ მასივი და მაგისი ტიპი უკვე არის number-ი და ნუ კი ბატონო რაღაცას მივიღებდით. ხვდებით ალბათ. კარგი. გადავიდეთ ახლა ობიექტებზე. ხო, ლურჯად აქ ისინი მაქვს მონიშნული, რაც თვითონ TypeScript-მა დაამატა. ნუ აქაც TypeScript-ის ტიპები რო ქონდა, ეგენი ლურჯადა, თორე აი თეთრადაც წერია, ეგ ყველაფერი JavaScript-შიც არის. უბრალოდ ასე არ ვიძახებდით და არ ვიყენებდით. გადავიდეთ ახლა ობიექტებზე. და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ეგ. კონკრეტულად აი framework-ებსაც რო გადახვალთ, შეიძლება მოგიწევთ ობიექტთან მუშაობა. და რა ხდება? უყურეთ, აი დავუშვათ შევქმნი person1 და person1-ს აქვს ID 001, name-ი Luis-ი დავუშვათ ასე. და ამას ქონდეს position-ი რაღაცა front end developer. კი ბატონო, შეიქმნა ერთი ასეთი const 2 person 2, რომელსაც ასევე ექნება რაღაცა ID. ექნება ასევე სახელი და კიდევ ერთი position-ი. იყოს backend-ი უკვე. backend developer. ახლა რატომ დავწერე ეგ ყველაფერი? მე დავამტხვიო უბრალოდ რომ ორივე არის ერთნაირი. მაგრამ დავუშვათ ერთ-ერთში შემეშალა property-ის სახელი და დავწერე ასე. რეალურად ეს უკვე ორი ერთნაირი ობიექტი არ არის. თან ჩვენ ერთი ან ორი მომხმარებელი არ გვეყოლება 100, 1000 და ასე და ასე შემდეგ და რაღაც საერთო სტრუქტურა ხომ უნდა გქონდეს. ანუ მე არ ვარ იმისგან დაზღვეული რომ const person 3-ს რო შევქმნი, მაგას საერთოდ ექნება თუ არა position-ი, საერთოდ არ მეცოდინება ეგ, ხო? არანაირი შემოწმება არ მაქვს ამისი. შეიძლება ვიღაცამ თავისით რაღაცა დაამატოს კიდე, ხო? აი ესე 3000. რამე შეიცვალა, რამე შეცდომა მაქვს? არა. ამიტომ გვინდა ობიექტებისთვისაც შევქნათ რაღაცა ტიპი, რაღაცა სტრუქტურა. ამიტომ სვლადის ბოლოს ისევ დგებით, ორ წერტილი ხსნით ფიგურულ ჭხილებს და აქ ვწერთ ობიექტის სტრუქტურას. უნდა აუწეროთ უბრალოდ რას უნდა შეიცავდეს. ანუ უნდა აუცილებლად გქონდეს ID, რომელიც არის string-ი, თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია შეიცავდეს. უნდა გქონდეს name-ი, ასევე string-ი და position-ი, რომელიც ასევე არის
string-ი. ნუ ახლა დაემთხვა რომ სამივე string-ია, შეიძლება იყოს number-ი, massive, ხვდებით ხომ? union-ი შეიძლება იყოს და ასე შემდეგ. ახლა ნახეთ რა ხდება. ამას რომ მივანიჭო რიცხვითი მნიშვნელობა, მექნება შეცდომა, იტყვის რომ id უნდა იყოს string-ი. ოკეი, საერთოდ რო წავშალო id, მაშინ უკვე თვითონ person-ზე მეტყვის რომ შენ ობიექტს აკლია id. ან თუნდაც ზედმეტი რომ დავამატო რამე ესეთი celery და უშოთ 4400, ხო? მიტყვის რომ celery არ გაქვს შენ საერთოდ. ნუ ახლა JavaScript-საც რო შევხედოთ, კი ბატონო, აქაც იგივეა. შეგიძლიათ აქ tsconfig-ში სადღაცას მიუთითოთ, რომ თუ შეცდომა არ დააგენერიროს JavaScript-ი. რეალურად აქ შეცდომა მქონდა გაპარული, მაგრამ მაინც დაამატა ეს celery. თუ მიუთითებთ მაგ პარამეტრს, მაშინ არ დაემატებოდა ეს და ძველი state-ი იქნებოდა შენარჩუნებული. ნუ ერთ სიტყვით ეს არ უჭირდება ისე. ხვდებით ხო? ახლა ეს რო გადმოვიტანო აქეთ, აქვე დამიწერს რომ მაქვს შეცდომა. მაგრამ წარმოიდგინეთ, გვაქვს 1000 მომხმარებელი, თვითონ მომხმარებელს აქვს ნუ მინიმუმ 20 პარამეტრი, ახლა 20-ვეს აქ ხელით ხო არ გავუწერთ ამ ყველაფერს. თან უფრო რთული სახელები რო იყოს, ან დაუშვათ რაღაცა პარამეტრის სახელი შეიცვალა. ან ახალი პარამეტრი დაგვემატა, ან ძველი წაიშალა. გამოდის რა ყველას უნდა დაუყვეთ, ან ყველა ვარიანტში შეცდომას დაუშვებთ მათ, ხო? თან რაღაცა გამოგრჩება, სადღაცას შევცვლით, სადღაცას არა. ანუ გვინდა შევქნათ გლობალური custom ტიპი. და მაგ ყველაფერს ვაღწევთ type alias-ების გამოყენებით. ნახეთ რა ვწერთ type და უთითებთ უკვე Pascal case-ში უნდა დავწერთ, ანუ ყველაფერი იწყება დიდი ასოთი და ყოველი მეორე სიტყვის ან მესამე ახალი სიტყვის ასოთს დიდი ასოთი უნდა დავწერთ. ანუ ესე person-ი, ნუ აგრო იყოს ესე person info ასე დავწერდით. ხვდებით ხო? ანუ თავარი დიდი ასოთი დავიწყოთ, კოდზე კი არ მოქმედებს ეს მიღებული სტრუქტურა ასე. და ნახეთ რა ვწერთ person უდრის რაღაცა ობიექტს, ამ ობიექტს უნდა ქონდეს string-ი, name-ი, position-ი და ასე კიდევ string-ი. და აქ უკვე ხელით კი არ მიუთითოთ ეს ტიპი, არამედ 2 person-ი. აქაც 2 person-ი და იქნება ერთნაირი. მე რო დავამატო ახლა აქეთ რამე, დავუშვათ celery. იყოს number-ი, ხო? ნახეთ ყველგან მექნება ეს შეცდომა, რომ ამას აკლია უკვე celery. დავამატოთ ჩვენს celery 4400 და აქაც celery, აი ავტოკომპლიტადაც მაძლევს, ან თვითონ მეუბნება რომ ეს property აკლია ამას. ნუ ესეც ასე დავწეროთ. ხვდებით ხო, რისთვისაა ეს ტიპები? ძალიან ბევრ ადგილას დაგვჭირდება და ახლა სხვა use case-ებსაც განვიხილავთ. ნუ ეს ერთი ვარიანტი იყო ობიექტებთან, ასე რომ შევქმნი ობიექტისთვის, მაგრამ შეგვიძლია მარტივი ცვლილებებისთვისაც შევქმნათ ტიპი. დავუშვათ, აი იმ მაგალითს რომ დაუბრუნდეთ age or name-ი, ხო, რომელიც იყო ან number-ი, ან string-ი, ხო? დავუშვათ, ეს ტიპი ძალიან ბევრ ადგილას გვხვდება და არ გვინდა ამ ყველაფრის ასე გამეორება და წერა, ხო? არ არის პრობლემა, შევქმნით type age or name-ი და ვიტყვი რომ ეს უდრის ან numbers, ან strings. ნაით, აქ ფიგურული ფრჩხილები იმიტომ გამოვიყენე, იმიტომ რომ ობიექტის სტრუქტურას ვწერდი. აქ რადგან ჩვეულებრივი მარტივი ტიპების მითითება მსურს, უბრალოდ უდრის ამას. ისე და ისე objects თუ აუწერდი, კი ბატონო, ობიექტს დავწერდი, მაგრამ აქ ასე მარტივად შემიძლია დავწერო. და აქ უკვე მიუთითებ age or names და სხვაგანაც შევძებ ამის გამოყენებას. კიდევ აი ისევ რომ დაუბრუნდეთ dark თემას ან რაღაცა status, შემიძლია ეგ status-ი type-ად გავწერო, ასე status, რომელიც უდრის პირდაპირ ან success, literal ტიპები გამოვიყენო, ხო? errors ან pendings და ისევ ამასაც სადღაცას
გამოვიყენებ. ანუ როგორც ხედავთ, types აქვს ძალიან ბევრი use case-ი, თქვენით ხელით შეგიძლიათ შექმნათ ახალი JavaScript-ის ტიპი. ნუ ამას წავშლი ახლა. ერთი რაღაცა მინდა განახოთ, დაუშვათ გვინდა შევქნათ ისეთი ობიექტი, რომლის ყველა ელემენტი იქნება string-ი, ელემენტი რა, ყველას გასაღები იქნება string-ი და ყველას მნიშვნელობაც იქნება string-ი. ანუ არ ვიცით რამდენი იქნება ერთი სიტყვი და უბრალოდ ეგეთი რაღაცა წესის გაწერა გვინდა. ნახეთ? წერთ კვადრატულ ჭრილებს key string და ესეც string-ი. ახლა რა ვუთხარ ამით, რომ person-ის ყველა გასაღები, ანუ ID, name, position, ყველა უნდა იყოს string-ი და მაგისი მნიშვნელობაც იყოს string-ი. ნუ ამ შემთხვევაში ხვდებით, ხო, ესეც string-ია და მაგიტო. ნუ რაღაცას სისულელეც რო ახლა დავამატო და დავწერო ეს string-ია. ესეც სწორი იქნება. რომ უბრალოდ ამით დაერღო სტრუქტურა, რომ აწი უკვე ერთნაირი არ იქნება. მთავარია რომ ყველა იყოს string-ი, მაგრამ არის use case-ები, რომ თქვენთვის მთავარია ეს ტიპური სტრუქტურა და არა ის, რაც აქ წერია. ახლა რომ დაუბრუნდეთ ძველ API-ის მაგალითს, ხო? N-ით გამოვიძახებდი ამას, შევხედავ ამას და ამის მიხედვით ავაწყობ ჩემ ახალ რაღაცა ტიპს. ვიტყოდი რომ სტატუსი არის string-ი, data არის ობიექტი, რომელიც შეიცავს chat history-ს, ეგ არის მასივი, მასივის თითოეული ელემენტი უნდა იყოს ეს და ასე შემდეგ. კარგი. აქ სხვა მაგალითებიც მაქვს მოცემული. აი წარმოიდგინეთ, აწყობთ სისტემას და გყავთ ორი ტიპის მომხმარებელი, მენეჯერი და ადმინი. ნუ ადმინს აქვს თავისი პარამეტრები, მენეჯერსაც თავისი. მოდი აბა შევქნათ ეგ. type manager და ამას აქვს ID string-ი, name-ი ასევე string-ი და ნახეთ ID და name-ი, ანუ დინამიური იქნება 001, 002 და ასე შემდეგ, მაგრამ სტატუსი ყველას ექნება მენეჯერი, ასე. ანუ ყოველთვის აუცილებლად ეს უნდა გქონდეს მითითებული. მე შემიძლია შევქნა ესე მენეჯერი 1 დავუშვათ, ტიპი მენეჯერი რო გქონდეს. კი ბატონო, ID 001, ნუ name-ი რაღაცა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ამას, M1 და სტატუსი აუცილებლად უნდა იყოს მენეჯერი. აი თვითონაც მეუბნება რომ მხოლოდ ერთი ვარიანტი მაქვს. შევქნიდი, კი ბატონო, მეორე მენეჯერსაც ასე 002, აქაც M2. ნახეთ რა შემიძლია ვქნა ახლა. შევქნა მასივი, მაგალითად managers და ტიპად მივუთით რომ ეს არის მენეჯერი, ოღონ ამისი მასივი. და აწი აქ შევძლებ მხოლოდ M1-ის და M2-ის დამატებას. ანუ სხვა უბრალოდ რანდომ ობიექტს აქ ვერ დავამატებ. შევქმნით ხო მენეჯერი, მოდით შევქმნათ ახლა admin-იც. type admin და დავწეროთ ისევ ID უნდა გქონდეს string-ი, name-იც string-ი და აქ უკვე სტატუსი ამას გქონდეს admin-ი, ხო? ნუ ხელით აღარ შევქმნი ამას, უბრალოდ ასე გადმოვიდა. აქ იყოს A1, აქაც A2, A1 აქ A2, ტიპი admin-ზე უნდა შევცვალო, რა თქმა უნდა. და აქაც უბრალოდ დავწერო, ეს არის admin-ი, ესეც არის admin-ი. და როგორც მენეჯერებისთვის შევქმენი მასივე, ასევე შევქმნი ასე admins. მისი ტიპი იქნება admin-ი და A1, A2. მაგრამ დაუშვათ სადღაცას ეგ ორივე მონაცემი უნდა ერთად შევინახო, ან ცალ-ცალკე არ უნდა მქონდეს. უბრალოდ ესეთი ლისტი მქონდეს თანამშრომლების სია, employees, ხო? როგორ შევინახო ყველაფერი მათ? ნახეთ, შემიძლია შევქმნა ახალი ტიპი type employee თანამშრომელი, რომელიც იქნება ან admin-ი, ან მენეჯერი. და ახლა რო შევქმნა თანამშრომლების მასივი, იქნება რა employee მასივი და აქ დავამატებ
m1-საც, a1-საც, a2-საც და m2-საც. ხვდებით, ხო? ანუ ასე შეგიძლიათ შექმნათ დინამიური სტრუქტურები, ანუ იუნიონისა და ტიპების გამოყენებით. აი თუნდაც ერთ-ერთ ძველ სემინარს რო გადავხედოთ, სადაც to-do ავაწყეთ, თუ გახსოვთ, მან გქონდა const ესე to-dos მასივი და ამ მასივის შიგნით იყო ობიექტი, თვითონ to-do კონკრეტული, ხო? მაგას ჰქონდა task-ი, რაღაცა task-ი, ნუ არა აქვს ამას მნიშვნელობა და ჰქონდა completed, ანუ შესრულებულია completed. შესრულებულია თუ არა, ხო? დაუშვეთ ეს false-ია. დავუმატოთ მეორეც და ნუ მეტი აღარ გვაინტერესებს. 2 და ესე true, ხო? როგორ მივცეთ ახლა ამ ყველაფერს სტრუქტურა? როგორ და შევქმნათ თვითეული ელემენტისთვის თავისი ტიპი, ანუ type to do, რომელსაც ექნება task-ი, string-ი და completed, რომელიც არის boolean-ი და to-dos რას ვეტყოდით? to-do არის to-dos მასივი. ხვდებით, ხო? ახლა ეს რადგან ემთხვევა ამას, მაგიტომაც errors არ აგდებს. მე რო აქ რაღაცა კიდე დავუმატო ეს ID, მაგ შემთხვევაში კი ბატონო error-იც მექნება. ხვდებით, ისევ და ისევ ობიექტებთან წერთ ასე, ჩვეულებრივად თუ მოგინდებათ უბრალოდ ესე, ან number-ია, ან string-ია, ან დაუშვათ კიდევ არის რიცხვების მასივი და ასე და ასე შემდეგ. კიდე ერთ მაგალითს დავამატებ union-ზე, რადგან უკვე მასივები ვიცით. ძალიან ისეთი მაგალითია, მაგრამ მაინც შეიძლება შეგხვდეთ. let permission რო იყოს, აი გვაქვს მომხმარებელი და აქვს უფლებები. admin-ის, მაგალითად ვიღაცას მხოლოდ admin-ის უფლება აქვს. ვიღაცას admin-ის და მენეჯერის. ვიღაცას აქვს მხოლოდ ნახვის უფლება, წაშლის და ერთ სიტყვით რა. შეგვიძლია დავწეროთ ეგეთი რაღაცა, რომ ეს არის ან string-ი, ან უფლებების, ანუ string-ების მასივი. ანუ ვინმე თუ მიანიჭებს ამას მაგალითად admin-ს კი ბატონო, მან შეიძლება ასევე მისცეს admin-ი, მენეჯერი და ასე შემდეგ. რეალურად ყველაზე კარგი ვარიანტი იცით რა იქნება? თუნდაც ერთი უფლება რო გქონდეს, ყოველთვის აბრუნებდეს მასივს, ანუ ერთი უფლება, კარგი იყოს მასივი ერთი ელემენტით. დაემატო უფლება, აღარ მომიწევს ტიპის შეცვლა. ხვდებით ხო რას ვამბობ, რომ უბრალოდ დავუმატებ ნიშნულობებს. ტიპი ერთი იქნება, მაგრამ მაინც შეიძლება შევხვდეთ ისეთი კოდი, სადაც ერთი მნიშვნელობა გატანილი იქნება, როგორც უბრალოდ ასე ცვლადი და თუ ბევრია იქნება string-ი. რომ მიცოდეთ, ერთი რაც დაწერეთ შეგვიძლია და მერე აქაც დაგვჭირდება type narrowing-ი, რომ გავიგოთ მასივთან მუშაობთ თუ უბრალოდ string-თან. რა გვაქვს აქ? ცოტა ხანი შევეშვათ ინამებს და გადავიდეთ ახლა ფუნქციებზე. ნუ იდეაში ყველაფერზე ვისაუბრეთ, basic-ებზე ვისაუბრეთ, დაგვჭირ ფუნქცია. აი გავამეოროთ სლაიდების მაგალითი, ხო? შეკრებაზე. რომ 3-ს აქვს a, b და აბრუნებს a-სა და b-ს jumps. ასე მარტივად აქ უკვე ვერ შევაგდებთ მაგ property-ებს, აუცილებლად უნდა მიუთითოთ ტიპები. ანუ ეს რო არის number-ი, ესეც არის number-ი. და რო ვიძახებთ უკვე, ხო? აუცილებლად უნდა მიუთითოთ უკვე სწორი მნიშვნელობები. ანუ აქ ვერც გამოვტოვებ, ვერც ზედმეტს ვერ დავწერ და რო დავწერ 23-ს კი ბატონო, მაგრამ ამ ეგრო ჩავსო უკვე string-ში, რა თქმა უნდა, აქვე ვნახავ ამ შეცდომას. ხვდებით, ხო? ახლა ფუნქცია არა მარტო იღებს მნიშვნელობებს, არამედ აბრუნებს. return-ით, ხო? return-ის ტიპის გაწერაც შეგვიძლია. ახლა რადგან ორი რიცხვი გვაქვს და ეს კრიბავს ამათ, ხო? რა თქმა უნდა, აბრუნებს რიცხვს და აქ რო შევქნათ რაღაცა result-ი, ხო? დაუდრის ამას. ნახეთ, result-ს თუ გადავატარებ, ნახავ რომ ეს არის number-ი. კი ბატონო, მაგრამ ჩვენითაც ხელით შეგვიძლია მიუწეროთ ტიპი. ჩემი ასეთი რჩევა, რომ ფუნქციას ყოველთვის მიუწეროთ ტიპი. აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის ეს. პრაქტიკაში მიხვდებით თუ რატომ არის ეგ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბევრი if-else როცა წააწყდებით, გაგეპარებათ რაღაცა შეცდომები და ნელ-ნელა ამ ყველაფერსაც გავარჩევთ. ნუ ჯერ რომ იცოდეთ, რომ ესე ეწერება return type-ი, arrow ფუნქციასაც შევხედოთ უბრალოდ,
ასე რომ იყოს const 3.1, რომელიც არის ასე arrow ფუნქცია და რაღაცა საბრუნებს, ხო? ტოლობით ოღონდ. ნუ რას დავწერდით, იგივენაირად a რო არის number-ი, b-ც არის number-ი ოღონდ და a-ს plus b. იგივეა, ხო? როგორც ჩვეულებრივი arrow ფუნქცია, უბრალოდ აქ დაემატებოდა ეგ ყველაფერი და return type-ი როგორც აქ ბოლოში მიეთითა, აქაც ასე დავწერ numbers. ხვდებით, ხო? ძალიან მარტივია. Function expression-იც იგივენაირად დაიწერებოდა, რომ const 3 უდრის ფუნქციას და ეს ფუნქციაც იღებს a-ს numbers, b-ს numbers, ისევ აბრუნებს ეგ ბოლოში numbers და ერთი სიტყვით ჩვეულებრივად ჩაიწერებოდა. ეს რო წავშალოთ ახლა, ბარემ შევხედოთ JavaScript-საც, ნახოთ, რომ ჩვეულებრივი arrow ფუნქცია, რომელიც a-სა და b-ს აბრუნებს. ხვდებით, ხო? Union type-ი ასევე შეგვიძლია აქაც გამოვიყენოთ ფუნქციის პარამეტრად. მოდი ეს წავშალოთ, აქ უბრალოდ რაღაცა fun დავწეროთ. Function-ი შემოკლებული, უბრალოდ სახელს ვაძლევ რაღაცას და ვთქვათ ეგეთი რაღაცა. ჯერ ნახეთ return-ი არ მიწერია და შეცდომას მიბრუნებს. რატომ? იმიტომ რომ მეუბნება რომ ფუნქცია არაფერს არ აბრუნებს. A შეიძლება იყოს ან number-ი, ან string-ი. თუმცა სანამ A-ზე გავაკეთებ რაღაცა ოპერაციებს, რა გვჭირდება? Type narrowing-ი რომ ზუსტად დავრწმუნდე თუ რა ტიპთან მუშაობ. და ეგეთი პირობა ვთქვათ, რომ თუ A არის დაუშვათ რიცხვი, ხო, number-ი, გავამრავლოთ 4-ზე. თუ string-ია, uppercase-ში გადავიყვანოთ. დავწერთ თუ type of A არის number-ი, დავაბრუნოთ A გამრავლებული 4-ზე. კი ბატონო, ეს ნაწილი სწორია, მაგრამ შეცდომა რატომ აქვს? TypeScript-ი ხვდება იმას, რომ A შეიძლება იყოს ან number-ი, ან string-ი. Okay. A რო number-ია შემოვა აქეთ და დააბრუნებს რიცხვს, რაც სწორია. მაგრამ თუ string-ია, მაშინ რეალურად ამ if-ში არ შევა და არც არაფერი არ მოხდება და არაფერს არ დააბრუნებს. ხვდებით ხო რაშია საქმე, რატომ აბრუნებს ამ errors? ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ეგეთი რაღაცა დავწეროთ, თუ if-ი ეგ არის, ანუ თუ number-ია, კი ბატონო, ეს შესრულდეს, მაგრამ სხვა შემთხვევაში დააბრუნოს დაუშვათ a წერტილი თუ uppercase-ი. ოღონდ აქაც მექნება უკვე სხვა შეცდომა, ნახეთ, აქ გაქრა. აქ აქვს შესავა. Type string is not assignable to type number. ანუ აქაც უნდა შევუცვალოთ return type-ი. აქ ხო რიცხვს ვაბრუნებთ და აქ strings, ხო? ამიტომ უნდა ვთქვა, რომ მე ვაბრუნებ ან numbers, ან strings. ამ შემთხვევაში ყველაფერი სწორი. ანუ თუ შემოვა type number-ი, კი ბატონო, დააბრუნებს numbers, ამათ თანმიმდევრობას აზრი არ აქვს. მთავარია რას აბრუნებენ. თუ შემოვა სხვა, ანუ სხვა რა არის? string-ი, ხო? მაშინ დააბრუნოს string-ი. ხვდებით, ხო? რატომ ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ტიპების მიწერა. მე თუ არ მიუთითებდი ამ types და წავშლიდი ასე else, ხო? ნახეთ. შეცდომა არ მექნებოდა. და რეალურად ნახეთ ფუნქცია რას დააბრუნებდა ან numbers, ან undefined. ანუ თუ კი ბატონო რიცხვს დავწერდი, აი დავუშვათ რიცხვი და მოდი გავუშვათ ახლა ტერმინალში აქ. node main წერტილი gs-ი. ნახეთ? ნუ console-ლოგი არც მიწერი ed-ში. console-log result დავასეივოთ, გავუშვათ ახლა. თავიდან 8 დააბრუნა, 2 გაამრავლა 4-ზე დააბრუნა, მაგრამ მე რო აქ მიუთითო ახლა რაღაცა string-ი და თავიდან გავუშვა, ხო? დააბრუნებს undefined, იმიტომ რომ string-ისთვის მე არაფერი არ მაქვს გაწერილი. მაგიტომ გითხარით, რომ ყოველთვის მიუთითეთ ტიპი. დავუშვათ, მინდა შევქმნა ისეთი ფუნქცია, რომელიც არაფერს არ აბრუნებს. აი უბრალოდ რაღაცა console-ში დაწეროს, უბრალოდ დაწეროს type of a. მეტი სხვა არაფერი არ მაინტერესებს. მაშინ რა ტიპი მიუთითო ამას? ამისთვის არის სპეციალური ტიპი void-ი. სიცარიელი, ანუ ამით ვეუბნები, რომ ფუნქცია არაფერს არ აბრუნებს. დავასეივო. კი ბატონო, რაღაცა პასუხს მივიღებ. ხვდებით, ხო? თუ რიცხვებს ვაბრუნებთ ან რამე ისეთ ობიექტებს, გამოიყენეთ შესაბამისი ტიპები. დავუშვათ, ისევ გვაქვს admin-ი. ასე admin-ი.
და admin-ს აქვს ასე ID, რომელიც არის string-ი, იგივე ვწერ იდეაში რა და name-იც იყოს string-ი. Ond აქ ნახეთ რა შემეშალა, რადგან ასე ბრჭყალებში მივუთითე, ეს იმას ნიშნავს, რომ ID-ს აუცილებლად უნდა ქონდეს string მნიშვნელობად. ანუ string-ი უნდა ეწეროს და არა string ტიპის იყოს. რატომ ეგენი უნდა წავშალოთ? literal type-ი გავხადე ამით. ნუ შემიძლია ეს admin-ი აქაც გადავცე, მაგრამ მე სხვა რაღაცა მინდა გასწავლოთ ახლა. მინდა ამ ფუნქციით შევქმნა admin-ი. ასე create admin დავარქვათ, create admin, რომელიც მიიღებს ID-ს, რომელიც იქნება string-ი, მიიღებს names, ასევე strings და შექმნის ობიექტს admins და დააბრუნებს admins. ნუ პირველ რიგში მოდი ჯერ გადავცეთ create admin-ში რა. ნუ რამე მნიშვნელობები უბრალოდ რომ 001 და იყოს ისევ ლუისი. ასე, ლუისი. რადგან ამან უნდა შექმნას ობიექტი და დააბრუნოს ის, ხო? ნახეთ, void-ი კი არ უნდა დააბრუნოს. admin-ი. ან ჩვენი custom ტიპიც შეგვიძლია დავაბრუნოთ ასე. და ეს აბრუნებს return ობიექტი, რომლის ID არის აი ეს ჩვენი გადაცემული ID, ან name-ი არის ასევე name-ი. ხვდებით, ხო? არანაირი პრობლემა არ გვაქვს, იმიტომ რომ მართლაც ეს admin-ია. ნუ ახალი სინტაქსით ვთქვით, რომ თუ გასაღები ემთხვევა ცვლადის სახელს, შეგვიძლია ასე დავწეროთ და ეს იგივეა. წესით, ეგ უნდა გაგებდოთ უკვე. გასაღები თუ ემთხვევა ცვლადის სახელს, მარტო ერთს ვწერთ, მაგრამ მაინც ნუ სიმარტივისთვის ასე დავტოვებთ. ანუ მაგ ტიპებს ვუთითებთ არა მარტო პარამეტრებად, არამედ return type-ადაც. კარგი, აბა ვნახოთ რა დაგვრჩა. ეგენის გავარჩიეთ type narrowing-იც და იდეაში დაგვრჩა optional და default-ი. რა არის ეგ? ხშირად არა, მაგრამ შეიძლება მოგვიწიოს ისეთი ფუნქციის შექმნა, რომელიც რაღაცა პარამეტრებს აუცილებლად მიიღებს, მაგრამ რაღაცები იქნება optional-ი. ანუ ხან გადავცემთ, ხან არა. დავუშვათ ახლა function square area, მოდი area, ფართობი დავარქვათ. ფართობის გამოსათვლელი ფორმულა შევქმნათ. კვადრატის ფართობს როგორ ვიგებთ? ვიგებთ ერთ გვერდს და ვამრავლებთ თავისთავზე, ხო? და მართკუთხედის ფართობს როგორ ვიგებთ? უნდა გქონდეს ერთი და მეორე გვერდიც, A და B და მათი ნამრავლი უნდა გამოვთვალოთ. ახლა ნახეთ როგორი რაღაცა არის. შეგვიძლია ცალ-ცალკე შევქმნათ ფუნქცია, ანუ ერთი ფუნქცია კვადრატისთვის, მეორე მართკუთხედისთვის. მაგრამ ახლა გავაკეთებ ყველაფერს ერთში, B, ასე number-ი. დააკვირდით, თუ B-ს ორ წერტილის წინ მიუწერ კითხვის ნიშანს, ამით ვეუბნები TypeScript-ს, რომ B არის უკვე optional პარამეტრი, ან შემიძლია გადავცე, შემიძლია არც გადავცე. ნუ, რადგან ფართობს ითვლის, რიცხვებს ერთმანეთზე ამრავლებს, ამიტომ უბრალოდ დავწერ ასე numbers, ხო? ნუ, ახლა error-ი მაქვს, იმიტომ რომ არაფერს არ ვაბრუნებ. უყურეთ, არია რომ გამოვიძახო, თუ მიუთითებ აქ 6, პრობლემა არ აქვს, რატომ? იმიტომ რომ B არის optional პარამეტრი. თუ დავუწერ 7-იანს, კი ბატონო, ეს B უკვე გახდება 7-იანი. დავაბრუნოთ, აბა დავწეროთ return A გამრავლებული B-ზე. მაგრამ მექნება შეცდომა და რატომ? TypeScript-ი ამბობს, რომ კარგი, შეიძლება აქ შენ გადაეცი ეგ 7-იანი, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ ისე გამოიძახოს ეს ფუნქცია, რომ ეგ 7-იანი საერთოდ არ გადასცეს. ამიტომ ჩვენ დარწმუნებულნი არ ვართ, B ამ მომენტში იქნება თუ არა. ხვდებით, ხო? ამიტომ აქაც გვჭირდება ესეთი შემოწმება. B საერთოდ გვაქვს თუ არა და ნახეთ რა ვწერთ, თუ B არ უდრის undefined-ს. ანუ რაღაცა მნიშვნელობა თუ აქვს. თუ არაფერს არ გადავცემ, undefined იქნება, სიცარიელე. მაგრამ თუ არ არის სიცარიელე, ანუ ნიშნავს მე რაღაცა მივეცი ამას. და ვწერ ეგეთ რაღაცას, თუ არ არის სიცარიელე, A გაამრავლოს B-ზე. მაგრამ მაინც აქ ნახეთ რა პრობლემაა. შეიძლება სიცარიელეა. რადგან სიცარიელეა, აქ ხო არ შევა. ხო? ჩათვალეთ, არაფერს არ იზავს. შესაბამისად, არც არაფერს არ დააბრუნებს. ამიტომაც გვაქვს ამაზე error-ი. ანუ ყველა ვარიანტი უნდა გავწეროთ, ანუ TypeScript-ი ყველა ვარიანტს ელოდება. ვწერთ else, თუ B მოვიდა კი ბატონო შვებით ამას,
მაგრამ b თუ არ მოვიდა და გვაქვს მხოლოდ a, return a გამრავლებული a-ზე. Всё, აღარა აქვს ეგ ერორი. ნუ ეგ იდეაში კვადრატში აყვანა არის, ასეთ შეგვიძლია დავწეროთ, ეს არის ხარისხად 2. ან mass power a ხარისხად 2 მაგ ყველაზე მარტივი, ნუ a გამრავლებული a-ზე. ხვდებით ხო? ანუ ყველა ვარიანტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და არაფერი არ უნდა გაგვეპაროს. ახლა თუ გადავცემ 6-იანს, ნუ კონსოლშიც გამოვიდან ახლა. იქნება 36 ასე და თუ გადავცემ 7-იანსაც, ნუ მივიღებ 42-ს. შევხედოთ ახლა JavaScript-საც, ნუ აქ ჩვეულებრივად a და b არის, არ აქვს JavaScript-ს ეს optional პარამეტრი, იგივე წერია აქაც. optional პარამეტრის გარდა გვაქვს ასევე default პარამეტრი. ანუ რაღაცა საწყისი fallback მნიშვნელობა. მუშაობს იგივენაირად, როგორც optional პარამეტრი, ოღონდ თუ არ გადავცემთ ჩვენი მნიშვნელობას, რაღაცა თავის მნიშვნელობას გამოიყენებს, ნახეთ? ეს ყველაფერი ჩავანაცვლოთ უბრალოდ return a გამრავლებული b-ზე, ხო? და ნახეთ რა შვებით, ვაშორებთ ამ კითხვის ნიშანს, დავწერთ, დავუშვათ 10-იანს. ანუ თუ მომხმარებელი b-ს მიუთითებს, კი ბატონო, ეგ გახდება 7. მაგრამ თუ გამოტოვებს ამას, უკვე იქნება 10. მოდი ახლა ვნახოთ, იქნება 60, მაგრამ აქ რო დავწერო ახლა 7, იქნება 42. ერთი რაღაცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და ისაა, რომ optional პარამეტრები ან default პარამეტრები აუცილებლად უნდა იყონ ბოლოში. ანუ მე რო დავწერო დასაწყისში, რომ აი b უეჭველად უნდა მქონდეს და a იყოს optional პარამეტრი, ეს არის შეცდომა. აირევა TypeScript-ი, შეიძლება ეს optional პარამეტრი ბევრი ქონდეს, აგ მქონდეს, მერე აგ მქონდეს კიდე რაღაც optional პარამეტრი და ასე შემდეგ. თუ მინდა ქონდეს ესეთი პარამეტრი, აუცილებლად უნდა იყოს ბოლოში. ჯერ უნდა ჩამოვწეროთ ისინი, რასაც აუცილებლად გადავცემ და ბოლოში კი ბატონო, რამდენიც გინდათ. ნუ ერთი დაგვრჩა ჩვენ void-ი ვთქვით და never-ი არის. აი ძალიან იშვიათად გამოიყენებთ never-ს. რა არის, იცით? თუ გვინდა რაღაცა შეცდომის დაბრუნება უბრალოდ. აი რამდენად გაიარეთ ეგ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ წესით გაივლიდით, catch-ს ხო გაივლიდით თქვენ zen და catch-ი, fetching-ისას, ხო? დავუშვათ შეცდომისთვის შევქმნით ცალკე ფუნქცია და სადღაცას წერთ ესე throw new error. ხო? რაღაცა errors ვაბრუნებთ. ანუ zen ხო იყო რაღაც პრომისებზე რომ მუშაობდით, zen-ზე რაღაცა შესრულდეს, catch-ზეც შესრულდეს ჩვენით გაწერილი რაღაცა ფუნქცია, ხო? წესით ეგ ფუნქცია არაფერს არ უნდა აბრუნებდეს, void-ს ასე არ მიუწერთ ამას, უნდა დაუწეროთ never. ანუ თუ ფუნქცია რამე შეცდომას აბრუნებს, დაუწერეთ ტიპი never, იმიტომ რომ არ უნდა დააბრუნოს არაფერი ამან. void-იც არა. საერთოდ არ უნდა დააბრუნოს არაფერი. ნუ ეგ არის. და ბოლოს დაგვრჩა ერთადერთი ფუნქციების გამოყენება ობიექტებში. აი ისევ და ისევ რომ შევქმნათ ესე type-ი, admin-ი, admin-ს უნდა ჰქონდეს string-ი, ესე name-იც string-ი და ასე შემდეგ. ეგენი ჩვენ აღარ გვაინტერესებს და დავუშვათ ამ ობიექტს ასე უნდა ჰქონდეს მეთოდი, რაღაცა ფუნქცია, ხო? show info. აი ესე დაწერთ, show info არის ფუნქცია, რომელიც დავუშვათ იღებს status ან positions, დავუშვათ, რომელიც არის string-ი. ან კიდე რაღაცა custom რაღაცა position შეიძლება იყოს შექმნილი რა, ტიპი ამისთვის, ნუ ამ შემთხვევაში string-ი იყოს და ეგ ფუნქცია არაფერს არ აბრუნებს. ან აბრუნებს ისევ strings. ან ისევ აბრუნებს რაღაც new position tips. ხვდებით ხო? ეგ ერთი იცალი შეგიძლიათ ასე გაწეროთ. მერე მძიმე, კიდე მეორე, მესამე და ასე შემდეგ. ნუ ახლა ერორია, იმიტომ ერთი სახელი მაქვს. ახლა სახელი რო შევუცვალო, მაგიტომაც ერორი აღარ მექნება. და ბოლოს კომპლექსური ტიპებიდან დაგვრჩა ჩვენ ტუპლები, ენამები და კონსტინამები. ტუპლი აი ძალიან იშვიათად გამოიყენება და თუნდაც აქვე ვიტყვი, რომ ტუპლი არის უბრალოდ ჩვეულებრივი მასივი, რაღაც ესეთი მასივი, სადაც ნახეთ რას ვეუბნებით, რომ მისი დავუშვათ პირველი ელემენტი უნდა იყოს number-ი და მეორე ელემენტი string-ი და აქ აუცილებლად 2 უნდა დავუშვათ, აქ აუცილებლად string-ი.
აქ მე რო შევცვალო false-ზე იქნება შეცდომა. აი ძალიან იშვიათად თუ გამოვიყენებთ ამას. უბრალოდ რაღაცა პატარა სტრუქტურისთვისა შესაქმნელი. არ არის აუცილებელი რომ number და string იყოს. ანუ შეიძლება მესამე მეოთხე ელემენტიც გაუწერთ. უბრალოდ ისაა რომ კონკრეტულ ადგილას ვეუბნებით რა ტიპის ცვლადი უნდა იყოს. ხშირად გამოიყენებთ ამას? არა. მაგრამ ინამები შეგვხვდებათ. ინამი უფრო შეგვხვდებათ დიდ პროექტში და რეალურად რა არის? აბა ხა გადავიდეთ თუ მაქვს ინამის მაგალითი. კი ბატონო, მაქვს. ნახეთ როგორი რაღაცა არის. ეს არის რაღაცა სტრუქტურა. ჩვეულებრივად რო ქმნით ასე, ნახეთ ინამ ისე ვაძლევთ Pascal სტილში სახელს, არ უნდა ამას ტოლობა არაფერი, ყოველთვის პირდაპირ ფიგურული ფრჩხილებით იწერება, admin teacher student და ასე შემდეგ. ათვლა იწყება ნულიდან, აი, admin-ი იქნება 0, teacher-ი 1, სტუდენტი 2. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეგ თვისებას, აი, დავუწეროთ ახლა ჩვენ ინამი რა გვიწერე, user role-ი, ხო? user role და იყოს პირველი რა არის? admin-ი, teacher-ი და სტუდენტი. ესენიც Pascal case-ში უნდა დაწეროთ. ნახეთ ზემოდან რო გადავატარებ 0-ია, ეს 1-ია, ეს 2 და ასე შემდეგ. მე რო ერთ-ერთს დავუწერო მაგათაც 30, ეს დაიწყებს 30-დან ათვლას, ეს უკვე იქნება 31, 32 და ასე შემდეგ. ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ აი რაში გვჭირდება ეს. დიდ პროექტებში, აი თუნდაც ეს user-ის როლები იქნება აი ასე გაწერილი დიდი ალბათობით. რეალურად ეგ ობიექტითაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ნახეთ, const user, უბრალოდ დავარქვათ ეს user-ი, რომ admin-ზე იყოს 0, teacher-ზე იყოს 1 და სტუდენტზე იყოს 2. ეგ გვჭირდება ტიპების შესამოწმებლად. აი რომ შევქნა მე მაგალითად employee 1, ხო? და employee 1-ს კონდეს სტატუსი, status 2, ხო? მე შემიძლია დავდგე და შევამოწმო, რომ მართლა თუ არა employee 1-ის სტატუსი ემთხვევა დაუშვათ user-ის admin-ს. ნუ უფრო აი ტიპებისთვისაა რომ შევამოწმოთ, გვაქვს თუ არა სწორი სტრუქტურა შექმნილი. ცოტა სპეციფიკური რაღაცა არის, ისევ და ისევ პრაქტიკაში გაჯდება ეგ ყველაფერი. ნუ შემოწმებაც ასე ხდება, რომ user role-ის admin-ი მართლაც თუ უდრის employee 1-ის სტატუსს. და ნუ თუ 2-2 ან 1-1 ასე დარწმუნდებით. ნუ რაღაცა სტრუქტურა არის უბრალოდ შექმნილი ეს. ასევე გვაქვს ჩვენ string-ების ინამი, ოღონდ ასე თუ მიუწერთ რამეს, რომ ეს არის დაუშვათ რაღაცა a როლი, ხო? უკვე თავისი ცხვებს ვეღარ მიანიჭებს. ყველგან უნდა დავდგეთ და ჩვენით დავწეროთ. ასე მნიშვნელობები. ეს არის string-ების ინამი. შეგვიძლია ერთ-ერთი რიცხვადაც გადავაქვსოთ, მაგრამ ეგეთი რაღაცა არ ქნათ. ანუ თუ მხოლოდ რიცხვებს წერთ. კი ბატონო, რიცხვებით დაწერეთ, თუ მხოლოდ string-ებს, მხოლოდ string-ესაც. ნუ შეგვიძლია ეგ საერთოდ შევცვალოთ, აი როგორც აღწერია 404, ამაზე საერთოდ 460 დავწეროთ. გვჭირდება უბრალოდ აი როგორც გასაღებები, სადღაცა შევინახოთ მონაცემები და შევადაროთ მერე და შევამოწოთ. JavaScript-ში ეგ ყველაფერი საშინლად ჩანს. ახლა გაჩვენებთ ამას და დარწმუნდებით. აი ესეთ რაღაცას მივიღებთ. რეალურად რა შვება, რომ ინამს ქმნის და იმისათვის რომ დავწუნდეთ, რომ საშინელება, მოდით კონსოლშიც გამოვიტანოთ, რა გამოაქვს, უყურეთ, რა ქვია ამას? user role, ხო? user role. მოდით გამოვიტანოთ ახლა main წერტილი JS-ი და ნახეთ რა გამოაქვს. ობიექტი არის, რომელსაც კი ბატონო admin-ი 0-ია, teacher-ი 1-ია, სტუდენტი 2-ია, მაგრამ პირიქითაც გამოაქვს, რომ 0-ზე არის admin-ი, 1-ზე არის teacher-ი და ასე შემდეგ. და თლად დახვეწილი და კარგი რაღაცა არ არის ინამი და კოდშიც ასე ჩანს. ჯერჯერობით ეს არის. შემდეგ ლექციაზე გავარჩევთ უკვე კლასებს და კლასებში ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს გასავლელი. ბოლოს ჯენერიკებზეც გადავთ და ასე დავამთავრებთ ჩვენს კურსსაც.